ერის, ჯერ უკვირდები ნახატებს კედელზე, რის მერე უკვე წარწერას. წარწერა კიდევ გაიწერია საკმარის ადვილ დონეზე, რომ შენ წაიკითხო. თვალებში კიდევ გვხვდება წარწერის ბოლოს დაწერილი უბრალო ენაზე სიტყვა, რომელიც ყველა შეგიძლიათ წაიკითხოთ. მაგრამ სანამ ამ სიტყვას დახედავ, ხმამაღლა იწყებ კითხვას. სასწრაფოდ არსებობდა წესი, ჭეშმარიტი წესი. ერთს, ზოგჯერ ორს, იშვიათად 4-ზე მეტს იკრიბებოდნენ გმირები. იბადებოდნენ შორეულ მიწებზე ერთმანეთთვის დაუნახავად. როცა სიხარბე საზღვარს გასცდა და ხომის საიდები აღდნენ, ნაითვინის კვანის უკანასკნელი მემკვიდრე ერთ ჩრდილში დადიოდა. ერთეულვა ჰქონდა ძარღვებში, ერთმა ქაოსს ძალად აქცია. მათ წინ იდგნენ ეშმაკის ბეჭდები, მიტოვებულების სულები, დაწყობილი მემკვიდრე. სამყარო ქაოტურ წესით არსებობდა, სანამ ერთმა გმირმა მეტი არ დაინახა. დროის დინებაში მოძრავმა კაცმა უსასრულო ციკლი იხილა. მან გაიგო სიმართლე, მან აჯანყება აირჩია. არა ეშმაკების წინააღმდეგ, არამედ ამ თავად წესის წინააღმდეგ. დროის კაცს სამყარო შეცვალა სურს და მარაში დაეხმარა ჭეშმარიტი გმირი. ჭეშმარიტ გმირის შესაჩერებლად მარტო შეუძლია გმირს წარსულიდან, დღევანდელ დღიდან და შორმომავლიდან. ჭეშმარიტი გმირი, თეთრთმიანი ბიჭი, ლურჯი და ოქროსფერი თვალებით, ხმლის ოსტატს, ეურის მატარებელს, ყველაფრით კურთხევს. რა? რის იმოქმედებს წესი დაიმსხვრევა, ციკლი დასრულდება, მაგრამ მაგისთვის მან უნდა მოიყვანოს რაგნაროკი.